21 საუკუნე მოიტანა თავისი სრულიად ახალი ადიქციები, ხო, აი მაგალითად ეკრან დამოკიდებულებას. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ეგრო ადამიანმა მიიღო საკუთარი თავი. ფსიქიკური საჭიროების მქონე პაციენტების რამდენი პროცენტი მიმართავს ფსიქიატრს? პირდაპირ ალბათ ძალიან ცოტა. რაღაცა 15. ეგმა კიდე რამდენად უცნაური არ უნდა იყოს, საკმაოდ მაღალია თვითონ სამედიცინო პერსონალშიც. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა უკვე რაღაცა იდეალური ფორმების ფაშიზმამდე. როგორ შეიძლება ხო მოვახდინოთ ეს ერთგვარი ციფრული დეტოქსი? მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ თაობის ხმა, რომელშიც ვსაუბრობთ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემაზე და ვეძებთ მათი გადაჭრის გზებს. დღევანდელი ეპიზოდის წამყვანები ვიქნებით მე, გიორგი ხაინდრავა და ნინანო გუგუნავა. მეც მოგესალმებით, კვლავ ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ამ პოდკასტების კიდევ ერთი სერიით შევეცდებით ვისაუბროთ აქტუალურ თემებზე და დღეს ვისაუბრებთ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ თემაზე სასაუბროდ კი მოვიწვიეთ მენტალ-ხაბის დამფუძნებელი, ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი აკაკი ბურკაძე. გამარჯობა აკაკი, ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ხართ და იმედი მაქვს საინტერესო საუბარი გამოგვიო. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით თქვენ მადლობა მოწვევისთვის. მგონია რაღაცნაირად ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ერთია რომ პრობლემები რაც არსებობს ის პრინციპში ყოველთვის პრობლემა იყო, მაგრამ დღეს რაღაც უფრო თამამად შეგვიძლია ამ ყველაფერზე საუბარი. და მენტალური ჯანმრთელობის საკითხი რომ ცოტა შედარებით უფრო მეტად წინ წამოიწვია, ეს არ არის ზუსტად აქედან გამომდინარე გასაკვირი. მოდით დავიწყოთ პირველი შეკითხვით გადმოვალთ თქვენთან და კითხავთ, რა არის ზოგადად მენტალური ჯანმრთელობა და ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, რა არის მენტალური ჯანმრთელობის მთავარი გამოწვევები? კი ბატონო, რომ დავიწყოთ პირველ რიგში, სანამ გადავალთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ალბათ უნდა ვისაუბროთ რა არის ჯანმრთელობა, ხო? და განმარტებით, ჯანმრთელობის განმარტებით, ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა. ადრე აი ამ განმარტებაში ბევრი სვამდა კითხვის ნიშანს, ხო, რა შუაშია სოციალური კეთილდღეობა, რა შუაშია მენტალური ჯანმრთელობა. დღესდღეობით რაც რო გადის მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას უფრო მეტად ესმება ხაზი მედიცინაში, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ალბათ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, პირველ რიგში COVID პანდემია, უკრაინის ომი და ასე შემდეგ, სხვადასხვა გამოწვევები, რის წინაშეც ვდგავართ და ამ ყველაფერმა, დაუშვათ COVID პანდემია მაგალითად გამოიწვია, შემდეგ უკვე მენტალური ჯანმრთელობის პანდემია, ხო? და დღესდღეობით ძალიან გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ისევე იმ დაავადებების რიცხვი და პრევალენტობა, გავრცელება ამ დაავადებების, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ პრობლემებს. რაც შეეხება დღევანდელ გამოწვევებს საქართველოში, შეგვიძლია ეს დავყოთ რამდენიმე ჯგუფად. პირველ რიგში ეს არის ფინანსური ნაწილი და თუ შევადარებთ ზოგადად სხვა ქვეყნებს, აქ არ გულისხმობ ისეთ ქვეყნებს, როგორც არის მაგალითად საფრანგეთი და გერმანია, ხო, სადაც 10-თლიანი ჯანდაცვის ბიუჯეტი, სადაც 10-11%-ს აღწევს ფსიქიკური ჯანმრთელობის ბიუჯეტი, ხო, აქ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ხო, აქ სადღაც 2-დან 5%-მდეა, როცა საქართველოში ეს 1.5%-ია ჯერჯერობით, ხო. აქედან გამომდინარე, როდესაც არ არის დაფინანსება, წარმოიქმნება ბევრი პრობლემები. თუმცა დაფინანსება არ არის მხოლოდ და მხოლოდ, ესე ვთქვათ, მთავარი პრობლემა, აქ უკვე შემოდის სტიგმა და ვიცით ხო, მე თუნდაც რა ფილმის გამახსენდა, ეს არის ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრინა, ხო, გახსოვთ ხო, ერთ-ერთი ძალიან კარგი ფილმია, თუმცა არის საკმაოდ ესეთი ანტიფსიქიატრიული და რომელიც ხას უსვამს იმ სტიგმას და ამწვავებს იმ სტიგმას, რაც ზოგადად საზოგადოებაში არსებობს, ხო, რაღაცნაირად ეს საბჭოთა მემკვიდრეობამ დაგვიტოვა უკვე გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება ფსიქიატრიის მიმართ და კიდევ უფრო გამწვავდა გარკვეული მოვლენების და პირობების გამო. ხო, მენტალური ჯანმრთელობა ისეთი რაღაცაა, რასაც ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ლაპარაკობენ, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებით დღეს ლაპარაკობენ ამ თემაზე. და ამ თემაზე მუშაობისას აღმოაჩინეთ, რომ ყველაზე გავრცელებული დიაგნოზები ამ კუთხით არის დეპრესია, შფოთვითაშლილობა და ბიპოლარული აშლილობა. რაც ალბათ გამოწვეულია თანამედროვეობაში მიმდინარე რაღაც კონკრეტული მოვლენებით. ხო, აი თქვენი როგორც ამ თემის სპეციალისტის შეხედულებით, აი
ამ თემასთან დაკავშირებითაც რო გითხრათ რა როგორ არის? ხო, რო დავაზუსტოთ, ხო, უფრო მეტად გავრცელებული არის კი ბატონო, შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, ბიპოლარი შედარებით ნაკლებია, თუმცა საკმაოდ ესე ვთქვათ, ხშირად ჩვენი პაციენტები მიმართავენ თვით დიაგნოსტირებას და უფრო მეტად Google-ის მიერ დასმული დიაგნოზია, ესე შეგვიძლია ვთქვათ, ისევე როგორც ADHD, Asperger-ის სინდრომი და ასე შემდეგ. ხო, არსებობს რაღაც კონკრეტული დიაგნოზები, რომელსაც უფრო მეტად აი რაღაც სოციმედიის გავლენით თუ Google-ში ამოკითხული ინფორმაციის გავლენით, ესე ვთქვათ, ადამიანები მიმართავენ თვით დიაგნოსტიკას და შეგვიძლია იბრალებენ ხშირად, რომ აი ეს მჭირს. ხო, ის ზედაპირულად თუ შევხედავთ, რაღაც სიმპტომები შეიძლება გავდეს ჩვენ ყოველდღე, ხო, გულებაგანწყობის ცვალებადობა, ან ყურადღების დეფიციტი, კონცენტრაციის დეფიციტი, რასაც ყველა განვიცდით და შეიძლება ყველას გვახასიათებდეს, შეიძლება მივაწეროთ კონკრეტულ დიაგნოსტიკას და ესეც საკმაოდ დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ პაციენტის წინასწარ განწყობა იქმნება, რომ ის მოდის იმისთვის, რომ სპეციალურად დაისვას რაღაც კონკრეტული დიაგნოზი, ხო? რაც ხშირად აღმოჩნდება, რომ ასე არ არის. რაც შეეხება გავრცელებას, რა თქმა უნდა, ძალიან მომატებულია, მეორე მხრივ, კარგი ის არის, რომ ამ პრევალენტობის ზრდის გარდა არის ცნობიერების ამაღლების კამპანიები, სხვადასხვა სოციალური მედია თუ რა ვიცი, ყველა მედია ცდილობს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდონ ადამიანებს, შესაბამისად ის, რაც ადრე ნორმად ითვლებოდა ბჭყალებში, დღეს უკვე ხდება დიაგნოსტიკის საგანი და პაციენტი მოდის და მკურნალობს. აი აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, აი პირველ კითხვას რო დაუბრუნდეთ, ან ხო, რომ შეეხება სწორ გადამისამართებას, ანუ პაციენტთან აკადების სწორად მართვას, ხო? აი თუ თქვენი აზრით აი ახლა რო ვიფანტაზიოროთ, წარმოიდგინოთ, ფსიქიკური საჭიროების მქონე პაციენტების რამდენი პროცენტი მიმართავს ფსიქიატრს? აი დაახლოებით პირდაპირ ალბათ ძალიან ცოტა. რაღაცა ძალიან ახლოს ხარ 17 და 40% დაახლოებით მიდის ნევროლოგთან, ცოტათი უფრო ნაკლები მიმართავს სხვა სპეციალისტებს, შეიძლება იყოს ფსიქოთერაპია, ანუ საუბარია იმ პაციენტებზე, რომელსაც აშკარად ჭირდება ფსიქიატრის კონსულტაცია, ხო? ამას განაპირობებს სტიგმა და სტიგმა კიდე რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, საკმაოდ მაღალია თვითონ სამედიცინო პერსონალშიც, ხო? აი ხშირად საუბარში აღუნიშნავთ, რომ აი როგორ გადავამისამართო ეგ როგორ უთხრა პაციენტს, რომ მას ფსიქიატრი ჭირდება, შეიძლება გამიბრაზდეს და საკმაოდ უცნაური ფრაზები, რომელიც ნუ არის საკმაოდ ესეთი დიდი ფესვების მქონე, ხო, აი რაღაცა ისტორიულად ესეთი დამოკიდებულება არსებობდა და სამწუხაროდ მედიცინის სფეროშიც და მედიცინის მუშაკებშიც არსებობს ესეთი დამოკიდებულება. ხო, ალბათ ამ თემაზე საუბრისას ვერ ავწდებით ადიქციებს, ხო? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაღაც ძალიან გავრცელებულია. უფრო თუ დავაზუსტებთ, ალბათ ყველაზე გავრცელებული არის ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ჩვენ თაობაში, ალბათ ეკრანზე დამოკიდებულება და ზოგადად რაც ძალიან გავრცელებული, ალბათ ეს არის ლუდომანია, თამაშზე დამოკიდებულება, ხო? აი რა შეიძლება ამაზე რომ ვთქვათ, რითი არის გამოწვეული, აი ტვინში რა პროცესი მიმდინარეობს ამ დროს და როგორ შეიძლება რომ დავძლიოთ გამოსავალი რა არის რომ მაგალითად მეტნაკლებად არ ვიყოთ დამოკიდებული იმაზე რაზეც ვართ. კი ძალიან კარგი კითხვაა. პირველ რიგში აღნიშნავ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სხვადასხვა როგორც ფსიქოანალიტიკური თეორიებით ბავშვობას და იმ ბავშვობაში მომხდარ კონკრეტულ ცვლილებებს თუ რამდენად ჰარმონიულად ხდებოდა ბავშვის დაგანვითარება, ჩამოყალიბება, რამდენად ხარდამჭერი იყო გარემო და ასე შემდეგ. როდესაც ეს ირღვევა, ამ შემთხვევაში ყალიბდება ერთგვარი მოწყვლადობა ადიქციების მიმართ და ეს ადიქცია თითქმის ერთი და იგივე შინაარსი აქვს, ეს არის ნივთიერებებზე დამოკიდებულება, იქნება ალკოჰოლ დამოკიდებულება, გემბლინგი, გეიმინგი, თქვათ რაღაც კვებაზე თუ ასე შემდეგ, ხო? აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელზეც მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს კომბინირებული მიდგომა, ხო? აქ იგულისხმება ფსიქიატრის ჩართულობა, იგულისხმება ასევე ფსიქოთერაპია, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და იმ ახლობლების და იმ გარემოს ჩართულობა, რომელიც რეალურად ქმნის ხარდამჭერ გარემოს ამ პაციენტისთვის და საკმაოდ ხანგრძლივი დაახლოებით ალბათ 2 წლიანი პროცესია. ეს არ გულისხმობს, რომ ეს ინტენსივობა არის კვირაში ერთხელ სიარული და ასე შემდეგ, ნაკლებად არის ხოლმე საჭირო, მაგრამ აი სწორი მკურნალობის შემთხვევაში ეს ადიქცია ექვემდებარება კორექციას, ხო? თუმცა აი რა სწორად აღნიშნეთ, რომ
21 საუკუნე მოიტანა თავისი სრულიად ახალი ადიქციები, ხო, აი მაგალითად ეკრან დამოკიდებულება სრულიად ახალია და იცით ხო, რომ ეს ნებისმიერი პროგრამა, ეს იქნება TikTok-ი თუ სხვადასხვა Reels-ები, აყალიბებს გარკვეულ ალგორითმს, რომ შექმნას შენთვის უფრო საინტერესო კონტენტი მოგაწოდოს იმ თანმიმდევრობით, რომელიც კიდევ უფრო გამოიწვევს ეკრანთან მიჯაჭვულობას და ამასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია. თან აი როგორც ვიცი, აი სკროლინგი კონკრეტულად ხო ეს რაღაც ხელის ეს მოძრაობა, ტვინში აღძრავს ეს პროცესებს, რამდენადაც მე ვიცი, რითაც დამოკიდებულს ხდის, ხო? ალბათ ეგ მეტნაკლებად ყველას პრობლემაა თანამედროვეობაში, ჩემ თავზეც რო თქვა მაგალითად შეიძლება გადავწყვეტო ერთ დღესაც რომ რაღაც 12 საათზე დავიძინო, მაგრამ დილის 6 საათი ისე გახდეს, რომ სკროლინგში გამეტარებინებ მთელი ეს დრო, ხო? და განხშირად მაწუხებს ხოლმე ეგ საკითხი. კი, საკმაოდ სარდია, პირადად აი თერაპიულ პროცესში იქნება თუ მკურნალობის ნებისმიერ პროცესში ძალიან ხშირად არის ხელის შემშლელი, იმიტომ რომ ხშირად მოდის პაციენტი და ერთი სული აქვს, როდის გავა და სკროლს გააგრძელებს. ხო, იქ ძალიან რთულია აქედან გადმორთო და ძალიან რთულია მკურნალობა დაიწყო, ძალიან რთულია გარკვეული დავალებების მიცემა, რომელსაც შეასრულებს მოტივების პოვნა, ხო, აი რაღაც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით საყურადღებოა ეს, როდესაც არის ახალგაზრდა ასაკში, ვერ ახერხებს სწავლას და სხვადასხვანაირად გამოვლინდება, ხო, ვერ ახერხებს სწავლას, ეკარგება მოტივაცია, უფრო მიდრეკილია გართობისკენ ადამიანი, შემდეგ უკვე თქვათ უფრო შემდგომ 20-დან 30 წლამდე და შემდგომ ასაკში უკვე ხდება ერთგვარი ამოტივაციური სინდრომის, იმდენად მივეჩვია და უშუალოდ მუდმივად ვეძებ კომფორტის ზონას, რომ ვათვალიერო ესა თუ ის ინფორმაცია, ხდება უფრო მეტად მიჯაჭვულობა, მეტი დამოკიდებულება და როგორც რაციონალურადაც კი ძალიან რთული ადამიანს აუხსნა, რომ შეიძლება იყოს მისი ფსიქიკისთვის საკმაოდ დამაზიანებელი პროცესი. მაგრამ აუცილებელია ყოველ შემთხვევაში ის, რომ რეალურად დროულად ჩაერთო სპეციალისტი და დროულად მოხდეს ამ ადამიანების რაღაც სწორგზაზე. კი, და გვაქვს უამრავი ახალი რაღაც სავარჯიშოები, ალბათ რო არ გვეყოფა რომ განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება ხო მოვახდინოთ ეს ერთგვარი ციფრული დეტოქსი, ხო, რომ რაც гаджетისგან თავისუფალი 12 საათი და სხვადასხვა სავარჯიშოები, რითაც შეიძლება რომ ადამიანმა თანდათან დაძლიოს ეს პრობლემა. კი ბატონო. მე მინდა ესეთი შეკითხვა დაგისვათ. ადიქციებთან მიმართებით როცა ვსაუბრობთ, ვახსენეთ რაღაც კონკრეტული მოცემულობები, რაც უფრო მეტად მოწყვლად ხდის ადამიანს, ხო? გვერდს ვერ აუვლით 21 საუკუნეს აჩქარებულ ცხოვრების ტემპს, განუსაზღვრად დიდ სტრესს, რომელში გვიწევს რეალურად არსებობა და რეალურად იმ დაავადებებზე, რაზეც ვისაუბრეთ, უფრო და უფრო იზრდება მათი მაჩვენებელი, ხო? და ამ შემთხვევაში აი ისეთ სიმპტომებზეც მინდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორც არის აპათია, უმოტივაციობა. ერთია ის, რომ უბრალოდ რაღაც გუნება, განწყობილების ცვლილების დროს არ არის სწორი და მართებული ადამიანი თქვას, რომ აი დეპრესია მაქვს და ესე თვითდიაგნოსტირებულად გამოაცხადოს, იმიტომ რომ ეს კიდე სხვადასხვა რაღაცებს სტიგმატიზირებს და ეს არ ჭირდება ამ თემას, ისედაც საკმარისად ტაბუირებულია, მაგრამ მეორეა ის, რომ რეალურად უმოტივაციობა სულაც არ არის პატარა პრობლემა, არის ეს რაღაცა გარკვეული პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ტვინში და რომელსაც სჭირდება დახმარება, ხელისშეშველება, ისევ იმიტომ, რომ ადამიანმა გააგრძელოს ცხოვრება მშვიდად, იფუნქციონიროს ისე, რომ მისი შესაძლებლობების რეალიზება მოხდეს სწორად და ასე შემდეგ. აი, ამაზე რას გვეტყვით, რას ფიქრობთ ზოგადად ამ სიმპტომებზე და მის სერიოზულობაზე? კი ბატონო, პირველ რიგში აღნიშნოთ, რომ რაც უფრო ხშირია მოხმარება თქვათ სხვადასხვა ნივთიერებების მით უფრო მეტად წამოვიდა ეს ამოტივაციური სინდრომი, ხო, რომელიც სრულიად არ საჭიროებს დეპრესიის თანაარსებობას, ხო? არ არის დეპრესია, მაგრამ გამქრალია მოტივაცია, შევიწროებულია ინტერესები, ხო, ადამიანები გადასული არიან მხოლოდ და უშუალოდ იმ ნივთიერებების მოპოვებაზე, თქვათ, რასაც მოიხმარენ, ან იმ აქტივობებზე, რაზეც არიან დამოკიდებული და თანდათან ქვეითდება რაღაც ერთგვარი აუტიზაცია ხდება, გარემოსგან გამოყოფა, ინტერესების შეზღუდვა და ესეთ ადამიანს ძალიან უჭირს მუშაობა, რაღაც გული დაუდოს, ხო, ესე რომ ვთქვათ, რაღაც საქმეს ბოლომდე მიიყვანოს, დედლაინთან ურთიერთობა არის ძალიან გართულებული, ბოლო წუთებში აკეთებს და ზოგადად მოტივაციას ვერ პოულობს, ხო, აქვს რაღაც
ეწყება სიცარიელის განცდაც ამ ყველაფერთან ერთად და ვერ პოულობს მოტივს თუ რატომ უნდა გაიღვიძოს ადრე ან წავიდეს სამსახურში ან შეასრულოს გარკვეული საქმე დროულად და ასე შემდეგ. ეს მინდა აღნიშნო, რომ არ არის მხოლოდ აი ძალიან პოპულარული ტერმინია პროკრასტინაცია, ხო? აი რაღაც ძალიან ესე ყველა იყენებს და ხო, არ არის მანდა მაინც მხოლოდ ამ ადიქციებთანაც დაკავშირებული, აი ქრონიკული უმკუნალებელი მდგომარეობები, ხო? ავიღოთ ეხლა რაც ვახსენეთ დეპრესია, შპოთვითი მდგომარეობა. არასდროს არ ჩაივლის ეს მდგომარეობა მკუნალობის გარეშე ისე რომ არ დატოვოს კვალი ორგანიზმზე, ხო? პირველ რიგში რას უთხრამს ეს არის ერთგვარად მიხსიერება, მახსოვრობა, ხო, მოკლევადიანი, გრძელვადიანი, შეიძლება იყოს რაღაცის ინტერესების დაქვეითება და შეზღუდვა, ხო, ზოგადად, ანუ კოგნიტურ სფეროს ძალიან აზიანებს. შესაბამისად, როდესაც გვიწევს ხოლმე ადამიანების დაყოლიება, რომ მიიღონ მედიკამენტი, ჩემთვის ერთ-ერთი პირველი არგუმენტი ეს არის, რომ ჩავერიოთ მანამ, სანამ სერიოზული კოგნიტური დეფიციტი ჩამოყალიბდება და ამაზე ხშირად მომყვებიან, იმიტომ რომ შექცევადი პროცესია, ხო, სწორი მკურნალობით, სწორი თერაპიით, სწორი მედიკამენტოზური ჩართულობით ეს პროცესი ხდება შექცევადი. და ეს ალბათ შეიძლება უფრო მეტად გამოვლინდეს მოზრდილ ასაკში, ხო, ალბათ რაღაც 30 წლის შემდეგ. კი. აი ზოგადად რო ავიღოთ დაავადებები, ხო, აი ძირითადად სადღაც ალბათ 30 წლამდე ჯერ კიდევ ადამიანს აქვს რესურსი, ხო, კი ბატონო, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე თქვათ ფიზიოლოგიურად სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს, რომ ის გამომფიტვითი პროცესები, რომელიც ორგანიზმში დაიწყო, ჯერ კიდევ კომპენსირებულია და ძირითადად გართულებები იწყება ალბათ 30 წლის შემდგომ. ჩვენთანაც პაციენტები, ну, ძირითადად რაღაცით ახერხებენ კომპენსირებას, ხო, თუ არ არის თამდევი რაღაც წყობის პათოლოგიები, პერსონალოგიური აშლილობები და ასე შემდეგ, ხო, მეტნაკლებად ისეთი ინტენსივობით არ გამოვლინდება როგორც 30 წლის მერე. კი ბატონო. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ალბათ არის კვებითი აშლილობები. ისე მოხდა, რომ ესეც მიება რაღაცნაირად თითქოს ტექნოლოგიურ განვითარებას, სადაც ადამიანებს ბევრად უფრო მეტი ბრჭყალებში მაგალითი გაუჩნდათ, უნდათ რომ იბაძონ, რაღაც მათი სხეული, მათი სახე, უნდათ რომ რაღაც ამ აიდოლებს დაემსგავსონ. ჩარჩოში მოაქციონებენ. კი, ხო, ну რაღაცნაირად ესე გამოვიდა და ამ ყველაფერმა მიგვიყვანა უკვე რაღაც იდეალური ფორმების ფაშიზმამდე და ეს უკვე იწვევს ისეთ პროცესებს, რაც არ არის შეუქცევადი, თუმცა ძალიან დიდი ზიანი მოაქვს ადამიანის როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ნუ არის შემთხვევები, როცა საერთოდ არ აქცევენ ამას ყურადღებას და ფატალურ შედეგამდეც კი შეიძლება ეს დასრულდეს და პრინციპში აქ რაღაცა ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ექიმების პასუხისმგებლობასაც ცოტა ვახსენებთ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ვერ გეტყვით ალბათ ხშირად თუ არა, მაგრამ არსებობს ის მომენტიც, რომ ექიმებიც ძალიან ხშირად ბევრ არასწორ რჩევებს გასცემენ ხოლმე, ზუსტად კვებით აშლილობასთან დაკავშირებით და ხანდახან მაპროვოცირებლებიც არიან ხოლმე ამა თუ იმ კვებითი აშლილობების ფორმების, იმიტომ რომ ეს რაღაცა გადამეტებული შეზღუდვები, რომელსაც რეალურად ეს ყველაფერი არ ეყრდნობა რაღაც მტკიცებით მედიცინას, იმას, რაც რეალურია და მართებულია. და მედიცინის ჩარჩოებში ჩდება და ზოგადად აი ამ პრობლემაზე რომ ვისაუბროთ მის გავრცელების არეალზე და ზოგადად თუ უსმენს ახლა ვინმე ვისაც ეს პრობლემა აქვს, აი რაღაცნაირად ამ პრობლემის გადაჭრის გრძედაც. კი ბატონო, შევეხოთ, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, განსაკუთრებით ეს ისეთ, როდესაც ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია, ახალგაზრდა ასაკში ადამიანი სკროლავს, ხედავს რაღაც გარკვეულ იდეალურ ფორმებს და მას წარმოუდგენია საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, საკუთარ თავს უწესებს კონკრეტულ გამოწვევებს, რომ დაემსგავსოს ამა თუ იმ მოდელს და ასე შემდეგ, რაც იწვევს კვებით შეზღუდვებს, აკრძალვებს და ძალიან ხშირად არის განსაკუთრებით მომართვენობა გაიზარდა ამ კუთხით 18 წლამდე ასაკის ინდივიდებს შორის, როდესაც აი ამ კვებით მას შეზღუდვებმა გამოიწვია საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. ხო, კვებით შეზღუდვა გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ორგანოს შეიძლება აზიანებდეს, აქ არის ფსიქოლოგიური ტრავმა საკმაოდ მძიმე, ხო? გსმენიათ ალბათ ანორექსია, ხო? და საკმაოდ ისეთია, საკმაოდ რთულად სამართავი მდგომარეობა. მით უმეტეს თვითონ, როდესაც ამის ჯერა, რომ ეს სწორი გზაა და მისი გარემოცვა სამეგობროც ამას რის რაღაც გარკვეულწილად გამყარებას ახდენს, ხო, ამ შემთხვევაში
განსაკუთრებით თულდება მკურნალობა. აქ არ არის მინდა აღვნიშნო რომ მხოლოდ სხეულთან დაკავშირებული და ფორმებთან დაკავშირებული მდგომარეობები არ არის, ხო? აქ შეიძლება შეხვდეს კონკრეტული იდეების, იდეოლოგიების გავლენა, ხო? ხდება ვიღაც როგორც აიდოლი ხო ვიღაც ხდება და მის სრულიად გადაუმუშავებლად ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იმ სხვადასხვა დამოკიდებულების და იდეის გაუაზრებლად მიიღება. ესეც ასევე საკმაოდ დამაზიანებელია, ხო? მაშინ როდესაც ყალიბდება რაღაცა რო დავარქვათ პიროვნული ბირთვი, ყალიბდება რაღაც უნიკალური მე, რომელიც განსაზღვროს როგორი დამოკიდებულება ქონდეს საკუთარ თავთან, როგორი დამოკიდებულება ქონდეს სამყაროსთან, როგორც ეს შემოჭრილი ინფორმაციები, ეს ინტრუზია, ამ ინფორმაციების ძალიან დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ინდივიდისთვის, ასევე ვთქვათ იმ გარემოცვისთვის, ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა. გარდა ამისა, კიდევ შეგვიძლია აღვნიშნოთ ალბათ სხვადასხვა გამოწვევები და ჩელენჯებს რა ეძახიან, ხო, რომელიც ხშირ შემთხვევაში დამაზიანებელი შინაარსისაც შეიძლება იყოს და ეს მოკლედ ეს გავრცელებული ტრენდები ხშირად საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ფსიქიკას, იწვევს ტრავმატიზებას და გარდა ამისა არის უშუალოდ კომენტარები, ხო? აქვს საკუთარი გვერდი ახალგაზრდას და იქ ხშირად ხდება ბულინგის, კიბერბულინგის მსხვერპლი, ხო? უწერენ რაღაც ისეთ კომენტარებს და წარმოიდგინეთ ახლა ასაკობრივად არ არის მზად, რომ რაღაც ძალიან მძიმე შეურაცხყოფები აიტანოს, თან ამას ვერავისთან ვერ აზიარებს, ერთად მშობლებთან ნაკლებად აზიარებს და ასე შემდეგ და აი საფრთხე არის და თუ არ ვწდები იყო კიდეც რაღაც შემთხვევები, რომ აი ამ ბულინგის გამო რაღაც გარკვეული ქმედებების განახორციელეს ბავშვებმა და ბევრი დაზიანება იყო. ამიტომ საკმაოდ საშიში სფეროა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან სრული აკრძალვაც არ გამოდის, ხო? ვერა ურძალავ, არის კონტაქტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წესები შემოვიტანოთ, გარკვეული წესების დაცვით მოხდეს ეს და კიდევ ალბათ აღსანიშნავია არსებობს სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება ტერმინი შეგვიძლია ვახსენო, ხო, სხეულის დისმორფული აშლილობა, სადაც აი ძალიან ხშირია ოპერაციები, ხო, ესეთი ადამიანები არასდროს არ ჩერდებიან, იკეთებენ უამრავ ოპერაციას, არიან ან სადღაც პლასტიკურ ქირურგთან, ან უჩივიან, რომ არ მოწონთ მათი ნამუშევარი, ხო. აი აქ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, განსაკუთრებით ყურადღება ჭირდება და ალბათ ფსიქიატრიის დიაგნოსტიკის გარეშე მსგავს ადამიანებთან ესეთი რაღაც ჩარევებიც საკმაოდ სახიფათოა და არ არის სასურველი, იმიტომ რომ აქ საქმე გვაქვს კონკრეტულ დარღვევასთან და ესეც დიდი გამოწვევაა, ესე ვთქვათ. აი ზოგადად თქვენ ახლა რაზეც ისაუბრეთ და თუნდაც მანამდე რაზეც ვილაპარაკეთ ხო მთლიანობაში, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ადამიანს გაუჭირდეს ან ზოგადად ვერ მიიღოს საკუთარი თავი, ხო? და შემდეგ ამას შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრობლემები, თუნდაც რომ დაუცველად იგრძნოს თავი, ვერ მიიღოს ხარდაჭერა ვერც ოჯახისგან, ვერც სკოლისგან, ზოგადად სოციუმისგან, ხო და შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს მთლიანობაში ამან. აი რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ეგ, რომ ადამიანმა მიიღოს საკუთარი თავი, ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი და მთლიანობაში როგორ ეყრება ამ ყველაფერს საფუძველი, ალბათ ესეც უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ისევ ვუბრუნდები რაღაც ამ სოციალურ ქსელებს, ძალიან აქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ავტორიტეტები ხდებიან მე ახალგაზრდებისთვის და აქვთ ისეთი პროფესიები, როგორც არის კოუჩი, რაღაც რამდენად რეალურია ეგ არც ვიცი, მაგრამ რაც არის მოკლედ და ისეთი რჩევებით გამოირჩევიან, რომ თითქოს ეს ყველაფერი აი უმარტივესია და აი ასე უნდა ქნა, სარკეში უნდა დადგე და საკუთარ თავს უნდა უთხრა რომ გიყვარს, მაგრამ რეალურად არც ფსიქიკა არ მუშაობს მასზე, რეალურად საკუთარი თავის მიღებას მართლა გულწრფელ პატივისცემა სჭირდება ძალიან დიდი შრომა შეიძლება ითქვას და თუ მით უმეტეს რაღაცა არსებობს ბექგრაუნდში ისეთი ტრაუმები და ისტორიები, რაც ამ ყველაფრის საშუალებას არ გაძლევს საკუთარი თავის მიღებულობას გულისხმობ ასე მარტივად, ამ ყველაფერს სჭირდება მართლა დამუშავება, ხო? ხო, თითქოს გარეგან რაღაცეებში და სხვებში ეძებ რაღაც საშუალს, ვიდრე საკუთარ თავში, ხო? აი ეს ზუსტად ნინომას რაც თქვა, თითქოს ადამიანები რაღაც ბოლო პერიოდში საკუთარ თავს არ უსმენენ და აუცილებლად ხსნას ეძებენ სხვებში და რაც მე მგონია, რომ მაინც კარგი არ არის. კი, ძალიან საინტერესო ნაწილია ზოგადად ადამიანის ფსიქიკის და მოდი ახლა რამდენიმე ტერმინა გაიჟღერა და გამოვიყენოთ ეს ტერმინი, რომ რაღაც საკუთარ თავს შემოუძახე, გამაგრდი, სარკეში ჩაიხედე და ელაპარაკე.
ვიღაცისთვის შეიძლება მუშაობს ეს თუ კარგად ესეთი თვითშთაგონებადი წყობა აქვს, მაგრამ ძირითადად ჩვენ თავზე ვინცაც გამოგვიცდია, ვთქვათ, რაღაც რთული მდგომარეობა, იგივე შფოთვა, მაღალი შფოთვა, აქ მსგავსი ჩარევები დიდად ეფექტური არ არის, როგორც წესი, ხო? აქ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმის დანახვას და აღქმას, რომ ადამიანი ძირითადად რაც არ მოდის შიგნიდან ძირითადად ეწინააღმდეგება, ხო? აი ის აზრის დამოკიდებულება, რომელიც არის აბა ჭკვიანად იყავი და კარგად მოიქეცი და ღრმად ისუნთქე და კარგად გახდები, დიდად ეფექტური არ არის, ხო? პირიქით შეიძლება გარედან შემოსულას უფრო მეტად შევეწინააღმდეგო, ხო? აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში ერთადერთი გამოსავალი არის აქ ფსიქოთერაპია, მაგრამ აი უფრო ღრმად რო წავიდეთ, ხო, აი ბავშვობაში რა ხდება და როგორ შეიძლება, ალბათ მსმენელებში იქნებიან მშობლებიც, როგორ შეიძლება ბავშვს მივცეთ ძალიან დიდი რესურსი. ხო, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თეორია, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვიყენებ ხშირად, ეს არის ამ თეორიის მიხედვით ბავშვს აქვს ბაზისური საჭიროებები, ეს არის უსაფრთხოების განცდა, ეს არის სიყვარული და აღფრთოვანება. მოგეხსენებათ დღევანდელ საკმაოდ რთულ პირობების გამო ძალიან ბევრი მშობელი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ან ხშირად მუშაობს, ბავშვი იზრდება ძიძასთან, დიდად კონტაქტი აღარ აქვს, დაღლილი მშობელი მოდის სახლში. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ აი ეს ასე ვთქვათ ბავშვის მოწყვლადობა შემდგომი გართულებებისადმი, რაც უკვე ცხოვრება მოუტანს, საკმაოდ იზრდება, ხო? აი ბავშვს ჭირდება სიყვარული, როგორც აღნიშნეთ, როდესაც ეს არ არის, ის გამუდმებით ეძებს აი ამ ცდილობს, რომ იყოს სიყვარულის ობიექტი, ჭირდება აღფრთოვანება, ხო? ესეც შეიძლება ჩამოაყალიბოს რაღაც გარკვეული ნარცისული შტრიხები, რომ მუდმივად ეცადოს მოახდინოს საკუთარი თავის ვალიდაცია, საკუთარი მიღწევების, სხვებთან წარმოჩენა და ასე შემდეგ. უსაფრთხოების განცდა კიდე არის რაც რის გამო შეიძლება ურთიერთობებს აარიდოს თავი, ხო? ეს ძალიან ზედაპირულად ვამბობ, უფრო ღრმა თეორია, რა თქმა უნდა ეს. ანუ ის დანაკლისები, რომელსაც ბავშვი განიცდის ბავშვობაში, ის აუცილებლად შეეცდება ამ დანაკლისების შევსებას მოზარდობის პერიოდში და ზუსტად აი აქ არის მოწყვლადობა იმ სხვადასხვა დაავადებების მიმართ, ეს იქნება შფოთვითი აშლილობა, დეპრესია თუ სხვადასხვა პერსონოლოგიური აშლილობები და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ რესურსს, რაც ბავშვს უყალიბდება, ხო? ვიღაც მკლავდება, ადაპტურია, ძალიან რთულ მდგომარეობასაც კი მარტივად გადალახავს, ან რაღაც გარკვეულ ქმედებებს ჩაატარებს და ამით გაუმკლავდება, მაგრამ ვიღაცას ადაპტაციული მექანიზმები საერთოდ არ გააჩნია. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ეს მულტიფაქტორული არ ნიშნავს მხოლოდ ბავშვობაში გადატანილი ეს ტრავმული ნაწილი იყოს წამყვანი, ხო? შემდგომშიც არის მოზარდობის პერიოდშიც გადატანილი ტრავმა, ბულინგი, შეურაცხყოფა, რაღაც ისეთი ნაწილები, რომელიც, მაგრამ აი ძირითადი მაინც არის აი ამ ბავშვობის პერიოდში ჩამოყალიბებული შეხედულებები, დამოკიდებულებები და აი ეს უსაფრთხოების ნაწილი, რომელიც სამყარო უნდა შეუქმნას ბავშვს. ხო, აი თქვენც ახლა თქვით, რომ ზოგი ადამიანი ახერხებს იმას, რომ ერთგვარად ეს პრობლემა თავისით გადაჭრას, თვითონ მიხედავს, მაგრამ არის ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ამას ვერ ახერხებს, ხო? და ამას ავტომატურად მივიყავართ იქამდე, რომ შემდეგ პერიოდში, როდესაც შეიძლება პაციენტი იყოს, უჭირს ზოგადად ამ თემებზე საუბარი. ერთგვარი სტიგმები ყალიბდება, ხო? თავის პრობლემაზე ვერ საუბრობს, ვერ გამოხატავს შესაბამისად და ეგეც ალბათ არის ძალიან დიდი პრობლემა, ხო? თვითონ სპეციალისტსაც უჭირს დაადგინოს ზუსტად რა სურს პაციენტს, როგორ დაეხმაროს და სპეციალისტამდე მისვლაც სჭირს პრინციპში ამ თავარი ალბათ მაინც ეგ არის და კი, ასე არის ნამდვილად და რაღაცნაირად ამ კითხვაზე პასუხ შეგვიძლია მაინც ორი რაკურსიდან შევხედოთ. ერთი ის, რომ ადამიანებს თვითონ უჭირთ ის, რომ მივიდნენ სპეციალისტთან და მართლა გულწრფელად გააზიანონ თავისი პრობლემა, ან არა უბრალოდ სპეციალისტთან. იგივე ბევრია ისეთი ადამიანები, რომელსაც თავის სოციუმში უჭირს ამ პრობლემის გაზიარება და ხშირად შეიძლება ეგეც კი ჭარბობდეს. მაგრამ მეორე მხარე არის თვითონ აი რა შეუძლია გააკეთოს ექიმს, ჯანდაცვის სისტემას, სახელმწიფოს, იქ ბავშვთან თუნდაც სკოლას, რომ ამ ადამიანების სწორი ინფორმირება მოხდეს, რა უნდა გააკეთოს და იმ რესურსებზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ ერთი, რომ რეალურად შეძლონ ამ რაღაც სერვისების მიღება და მეორე არის ის, რომ აი რაღაც ამ ორი რაკურსით გვინდა რომ შევხედოთ, ერთი რომ ინფორმაციულად უნდა იცოდნენ ამ ადამიანებს, მეორე სისტემამაც უნდა იყოს ჩაყოს აუცილებლად ამ კამპანიებში იქნება ეს რეალურად
ძალიან განათლებული და კარგი სპეციალისტების კუთხით, ასევე თუნდაც იმ მკურნალობის მეთოდების და მედიკამენტები იქნება თუ რაც საჭიროა რომ ამ ადამიანების მკურნალობაში ჩაერთოს და ასე შემდეგ. კი, აი მე მგონი უბრუნდებით პირველ კითხვას და რაღაცა წრე იკვრება. ხო, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვა ყოველთვის ყველა ქვეყანაში ხასიათდება მწირი რესურსით, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ქვეყანა, ჯანდაცვის თანხები არასდროს არ არის ხოლმე საკმარისი. და მოცვა საყოველთაო ძალიან რთულია, ძალიან უჭირს ქვეყნებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის მწირი რესურსი, რაც არსებობს, გამოყენებული იყოს სწორად, სტრატეგიულად იყოს დაგეგმილი და გადანაწილებული. ხო, ეხლა რო შევხედოთ საქართველოს ჯანდაცვის ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, ხო, ჯანდაცვის სისტემას აქ ძირითადად არის პრევენციაზე აქცენტი არ კეთდება და რეაბილიტაციაზე, ხო? ანუ ყველაზე იაფი, რაც ღირს, ეს არის პრევენცია, ხო? ზოგადად არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ზოგადად ჯანმრთელობაში. პრევენცია, სკრინინგი, დროულად ამოცნობა და იმ გამწვავებებამდე არ მისვლა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ძალიან დიდ სტიგმასაც, დაზიანებასაც პაციენტის და ბევრ გართულებას, ხო? მე ვფიქრობ, რომ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ეს ნაწილი, გასავითარებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით არის სამუშაო, რომ იცოდეს, რომ ის რაც მთელი ცხოვრება აწუხებდა, ხო, არის ძალიან ბევრი პაციენტი ყავს, რომ რაღაც პოსტს დავდებთ Facebook გვერდზე და აღმოაჩენს, რომ ეს ყველაფერი მაწუხებს, მაგრამ რატომღაც კულტურალური ნორმაა, ხო? აი ამ კულტურალურ ნორმასთან გამკლავება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ისთვის რომ ეს ნორმაა, ამის გამო შეიძლება ვიღაცამ ურჩიოს, რომ მიდი ექიმთან, მაგრამ არგუმენტი აქვს, რომ როგორ თელ ჩემს დაუშვათ კლასს ყველას აწუხებს ეს შფოთვითი მდგომარეობა და ყველა ძალიან ცუდად ხდება გაკვეთილის მოყოლის დროს ან რაღაც გამოცდის წინ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ზუსტად ეს, რომ ცნობიერება ავამაღლოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არის სხვა გზა და ეს არ არის ნორმა და მეორე ნაწილი რაც ახსენეთ, ხო, რომ ჯანდაცვის ხარჯები იყოს სწორად გადანაწილებული, ხო, იყოს სწორი სტრატეგია, რომ ჩვენ ქვეყანაში ვთქვათ, თუ დავამატებთ რამდენიმე მილიონს ჯანდაცვის ბიუჯეტს, ეს თანხები კლინიკების აშენება, ახალი კლინიკების აშენებას კი არ მოხდა, პრევენციაში წავიდეს ეს თანხები და დროულად მოვახდინოთ ამოცნობა, დროულად მოვახდინოთ გადამზადება მასწავლებლების, ხო, ამ სკოლის ფსიქოლოგების და მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რომ დროულად ამოიცნონ ის გართულებები, რომელიც საბოლოო ჯამში ან რაღაც მიგვიყვანს გარკვეულ შფოთვითი აშლობის ფორმირებამდე, გარკვეულ დეპრესია, გამოფიტვითი პროცესები მოიტანს ამ ყველაფერს ან პიროვნული აშლობის ფორმირებამდე და დროული ჩარევით შეიძლება ეს პრობლემები არიდებული იყოს. აი, თუმცა ერთი არის, რომ ხო შეიძლება პრობლემის გასაღებს, ასე ვთქვათ, მკურნალობის საშუალებას მივაგნოთ, მაგრამ მეორე ხო არის, რომ ამისთვის საჭიროა ხშირ შემთხვევაში გარკვეული მედიკამენტები, ხო? აი, როგორც მე ვიცი, არის ბევრ მედიკამენტთან დაკავშირებული პრობლემა, თუნდაც ის, რომ ბაზარზე არ არის, ან ბაზრიდან გავიდნენ. აი, ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო, ისედაც ბევრი პრობლემა არის, როგორც აქამდე აღვნიშნეთ. რა მდგომარეობა აქვს? კი, სამწუხაროდ ეს პრობლემაც გვაქვს, განსაკუთრებით ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტებთან მიმართებით. არ შემოდის საერთოდ მედიკამენტები, ვეცადეთ, კანონით არის აკრძალული ჯერჯერობით, აკრძალულ მედიკამენტაციაშია ეს არის მეთილფენიდატი, დექსტრამფეტამინი, რომელიც არის სტიმულანტების ჯგუფს მიეკუთვნება და პარადოქსულია, მაგრამ აი ამ ADHD შემთხვევაში სამკურნალო მედიკამენტია და ძალიან დიდ შვებას იღებს ესეთი ადამიანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული ჩარევა, ხო, ბავშვთა ასაკში, სანამ ნეიროპლასტიურობა არსებობს და ჩარევა ბევრად ეფექტურია. სამწუხაროდ არ გვაქვს, ჩვენს პაციენტებს უწევთ ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყანაში გადაფრენა, იქ ჩამოტანასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები, ასევე ერთი თვის მარაგზე მეტი ის ჩამოტანა გართულებულია. გარდა ამისა, გქონია რამდენიმე შემთხვევა, რომ იმის გამო, რომ ეს აღნიშნული წამალი არ არის, მედიკამენტი არ არის, პაციენტები გადასახლდნენ სხვა ქვეყანაში და ძალიან კარგი შედეგი აქვთ იქ, იმიტომ რომ მკურნალობენ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს ბავშვები ხშირ შემთხვევაში ხდებიან პირდაპირ თუ არაპირდაპირ
ძალადობის ხერხი ხო იგივე მასწავლებელი, კლასელები ცდილობენ გააჩერონ, ცდილობენ რაღაც გარკვეულ ჩარჩოში მოაქციონ და არ ითვალისწინებენ აი ამ დაავადების სპეციფიკას, რომ მას უჭერს კონცენტრაცია, მას უჭერს გაკვეთილი სწავლა, მას უჭერს ფოკუსი ერთი და იგივე მისთვის არასაინტერესო თემებზე განსაკუთრებით, ხო? ან პირიქით ზოგჯერ არის ძალიან დაღლილი და საერთოდ არ აქვს მოსმენის უნარი, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი და ამ კუთხითაც განსაკუთრებით ADHD. გარდა ამისა არის გარკვეული მედიკამენტები, ეს უფრო მეტად ანტიდეპრესანტებს ეხებათ, რომელიც ძალიან არასტაბილური მოწოდებაა ბაზარზე, დაუნიშნავთ პაციენტს, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ეს მედიკამენტი ქრება. მე იძულებული ვართ ჩავანაცვლოთ სხვა მედიკამენტით, მე ისიც გაქრება, ну არ არის სტაბილური მოწოდება და ამ კუთხითაც ალბათ რაღაც ცვლილებებია გასატარებელი და პლუს ამას რეცეპტებთან დაკავშირებითაც ალბათ ბევრი ძამძიმე მედიკამენტი რეცეპტის გარეშე არის ხამისაცდომი, ხო? ხო, ვიღაცები შეულობენ, ესეც რა თქმა უნდა ეს მედიკამენტები ძირითადად რომელიც არის რეცეპტული იწვევს დამოკიდებულებას და ეს კიდევ ჯერ ერთი პრობლემა რომ პაციენტს არასწორად აქვს დანიშნული ან ხანგრძლივობა არის ძალიან ესეთი არასწორი და არასწორად არის შერჩეული და მეორე თავისი პრობლემა ეყოფა და ეხა უკვე ადიქცია და დამოკიდებულების პრობლემების დაერთვის ამ ყველაფერს, ამიტომ ესეც ართულებს მკურნალობის პროცესს, რა თქმა უნდა. პრინციპში უკვე გვიწევს რომ ეს საინტერესო საუბარი დასასრულს მივუახლოვოთ, იმიტომ რომ არ გვეძლევა საშუალება რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ის თემა რომელზეც საუბრობთ, მაგრამ მაინც გვინდა კითხოთ თუ გაქვთ კიდევ რამე სათქმელი, ისეთი რაც არ გაგვიჟღერებია, ისეთი რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გსურთ რომ მოიწმინოს ჩვენო მაყურებელმა და მსმენელმა. კი ბატონო, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ ამ პრობლემებზე, ვისწავლოთ ამოცნობა იმ რაღაც წითელი დროშების განსაკუთრებით მშობლებმა დაამყარონ კონტაქტი ბავშვებთან, მეტი ესაუბრონ. და ის რაც გვაფიქრებს რომ ხომ არ მივიდე ფსიქოლოგთან, ხომ არ მივიდე ფსიქიატრთან, ეს კითხვა ეს თავში მოსული ეს აზრი არ დავტოვოთ უყურადღებოთ, იმიტომ რომ ეს მინიშნება ხშირად არის ესე ვთქვათ ხიდი ბევრად უკეთესი ხარისხის ცხოვრებისკენ და ის ადამიანები ვინც მკურნალობენ შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებულ რაღაც პრობლემას მოიგوارებენ, ბევრად უკეთესია მათი ცხოვრების ხარისხი. არ ვიცი, შეგვიძლია დავამატოთ ალბათ ისიც რომ აუცილებელი არის აი ადიქცია ვახსენეთ, ხო? ადიქცია არის ფსიქიატრის სუბსპეციალობა და შემდეგ უკვე ადიქციის ესე ვთქვათ დავარქვათ თუნდაც სუბსპეციალობა უკვე არის ეს ნარკოლოგია და ასე შემდეგ. საქართველოში რატომღაც ნარკოლოგია არის ცალკე დარგი, გამოყოფილია ფსიქიატრიას რამდენიმე ათეული წელი და ესეც რაღაცნაირად ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას. სულ სამ ქვეყანაშია ეს და ართულებს პაციენტების მართვას. შესაბამისად, ალბათ პირველი რეფორმა, რაც ძალიან მალე უნდა გატარდეს ქვეყანაში არის ის, რომ ფსიქიატრია და ნარკოლოგია გაერთიანდეს და ეს რეალურად ეს არის ერთი სპეციალობა და ბევრად ეფექტურად მოხდეს იმ პაციენტების მართვა, რომელიც საჭიროებს დღესდღეობით ორი სპეციალისტის ჩარევას და რეალურად ეს ყველა პრობლემა არის ურთიერთგადაჭაჭული, თანმხლები და ეს ორმაგი დიაგნოზები და რაღაც უცნაური ტერმინები რო არსებობს, გაქრება თავისით და მოექცევა ესე ვთქვათ ერთი დარგის ქვეშ. რაც გულისხმობს, რომ იქნება ბევრად უფრო ეფექტური ალგორითმი პაციენტების მართვისთვის. ხო, პრინციპში ალბათ შეგვიძლია დღეს ამით დავამთავროთ. ჩვენი სტუმარი იყო გაკი ბურკაძე, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და mental health-ის დამფუძნებელი. დიდი მადლობა. მაყურებელს ვთხოვთ, რომ გამოიწეროს ჩვენი არხი, მოიწონოს ეს ვიდეო და გაგვიზიაროს თავისი აზრი კომენტარებში. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.